კალატრავა ვიყოს სატევ კალატრავა, თანამედროვე არქიტექტორი არა მართლმადიდებელი, რომელმაც მშვენიერი არქიტექტურული ობიექტი წმინდა ნიკოლოზის ტაძარი შექმნა ნიუ-იორკში. ცნობილი ის არის ნამუშევარი და კი ბატონო. ძალიან თანამედროვე გადაწყვეტილება გუმბათი ანათებს და შიგნით სვინათლე სხვანაირად. კი ბატონო, ყველაფერი ძალიან მაღალ დონეზე შესრულებული ობიექტი და რომელსაც საფუძვლად უდევს წმინდა თანამედროვე კონცეპტუალური აზროვნება. ის ვიცით რომ ერთ-ერთი ღვთისმშობლის ერთ-ერთი ფრესკის, თქვათ, სილუეტიდან წამოიღო, თქვათ, კალატრავამ აი ამ ტაძრის, თქვათ, სილუეტი კომპოზიციურად. მიიღო მშვენიერი, ძალიან არაჩვეულებრივი თქვათ სტრუქტურა, რა თქმა უნდა, ალბათ სიამოვნებით ილოცებს ნებისმიერი თქვათ მორწმუნე მართლმადიდებელი, პრობლემა არანაირი არ არის. მაგრამ აქ უკვე ფილოსოფიურ თქვათ პრობლემასთან მივდივართ. თუ საღვთისმეტყველო. ორივე, საღვთისმეტყველო და ფილოსოფიურიც. რამდენად შესაძლებელია, რომ თანამედროვე, თქვათ ღვთისმეტყველებისგან დაცლილი ფილოსოფიური აპარატით შეიარაღებული კონცეპტუალური ხელოვნება იქცეს წმინდად მართლმადიდებლური ტაძრის თქვათ კონსტრუირებისთვის საშუალებად. არის გვაქვს თუ არა მაგის უფლება? რა თქმა უნდა, ალბათ არ აქვს. ალბათ არ აქვს. თუმცა, ნახეთ როგორი მომენტია, მე გამახსენდა ახლა ჩვენი ქრისტიანული ფილოსოფიის ისტორია, როცა ძალიან დიდი ხნის წინ, მაგალითად, ღვთისმეტყველმა მამებმა სრულიად ლეგალურად და ეს ძალიან ნორმალური კაი პროცესი იყო, აიღეს მაშინდელი უპოპულარული ნეოპლატონური ფილოსოფიის, თქვათ, აპარატი, სტრუქტურა, დაწყებული ტერმინოლოგიით და გაგრძელებული გარკვეული სისტემებით და ის გამოიყენეს როგორც საშუალება მაშინ ჯერ კიდევ ჩამოყალიბებადი ქრისტიანული ღვთისმეტყველების, თქვათ, აგებისთვის. კი ბატონო. აქედან გამომდინარე, ჩვენ თუ შევხედავთ ამ კუთხით, ჩვენ შეიძლება რომ თქვათ ეს თანამედროვე ფილოსოფია, რომელიც ნეიტრალურია, მისი აპარატი გამოვიყენოთ, ოღონ სანამ გამოვიყენებთ, გამოვიკვლიოთ ცადოთ. ეს არის რთული ხანგრძლივი პროცესი, ოღონდ ეს სუბიექტური მოსაზრებაა, რომ თუ კი თქვათ არქიტექტორი ამ ურთულეს თემას, თუნდაც პატარა სამლოცველოს დაპროექტებას განეზრახავს, იგი აუცილებლად უნდა იყოს მაღალ დონეზე გარკვეული ღვთისმეტყველებაში, აუცილებლად. და მეორეს მხრივ, თქვათ, მარტო კანონიკის დაცვით, ეგ კრიზისში შეგვიყვანს, ფიქრობ, რომ თქვათ, კოპირება. კი, რა თქმა უნდა, ტაძრის მთავარი ფუნქცია რა არის, რომ მოხდეს იქ ლიტურგია. ჩატარდეს ლიტურგია და თქვათ, ღმერთთან ურთიერთობა, ხო? არქიტექტურა და ვიზუალი ალბათ ოდნავ ნაკლებად მნიშვნელოვანია და თქვათ, კოპირებული ტაძრები აშენდება, ჩვენი სულიერი, თქვათ, მოთხოვნილება დაკმაყოფილდება იქ ლოცვის შედეგად. მაგრამ თუ კი, თქვათ, თანამედროვე ხელოვანები გამოვიკვლევთ და ახალი ტიპის ტაძრის, თქვათ, ტიპოლოგიას შევბედავთ, რომ თქვათ, რაღაც გარკვეული სიახლეები შევიტანოთ, ცუდი არ იქნება. თან როგორც ვიცი, აი ეს კანონიკა დოგმატური არ არის. შეიძლება თქვათ, რაღაც გარკვეული სიახლეების, თქვათ, გამოთქმაც ალბათ.